რა თანრიგზე მდებარეობს სამიანი რიცხვში 654.213.1000-ი. მოდი დავწეროთ ეს ცოტა დიდად. ესე იგი გვაქვს 654 654 მოდი აი მთელს აი ესე აღნიშნავ 654 213 ანუ 1 და 3 დამრჩა 213 1000-ი. ახლა მოდი გავიხსენოთ თითოეული რა თანრიგს წარმოადგენს, თითოეული რა თანრიგზია, თითოეული ციფრი ცხადი. ეს 6-იანი არის ასეულების თანრიგზე, ანუ ეს 6-იანი მე მეუბნება, რომ აქ მაქვს 6 ცალი 100-იანიო, ანუ ეს რიცხვი შედგება 6 ცალი 100-ულისგან, 6 100-იანისგან. რაც პრინციპში იგივეა, რაც 10-ის კვადრატი, ანუ 10-ის მეორე ხარისხი. შემდეგ 5-იანი, ეს 5-იანი არის ათეულების თანრიგზე. ანუ ეს ამბობს, რომ აქ არის 5 ცალი ათეული, ან იგივე 5 ცალი 10-ის პირველი ხარისხი. 4-იანი არის ერთეულების თანრიგზე. ესე იგი 4 არის ერთეულების თანრიგზე, ანუ 10-ის 0 ხარისხი არის აქ, ერთეულების თანრიგი. შემდეგ 10-წილადის წერტილს მარჯვნივ გადავდივართ, რაც უკვე გვეუბნება, რომ აქ არის მეათედი, ეს არის 1 მეათედი, ანუ მეათედების თანრიგი, რაც ანუ სიტყვიერად აღავწერ უბრალოდ. რაც ნიშნავს, რომ 2 ცალი მეათედი შედის ამ რიცხვში, ანუ 10-ის -1 ხარისხი. შემდეგი არის 1-იანი, რომელიც უკვე მეასედების თანრიგზეა, 1 მეასედი, აი ესე. ან იგივე 10-ის -2 ხარისხი და ბოლოს მივადექით 3-იანს, რომელიც არის მეათასედების თანრიგზე. 3-იანი არის მეათასედების თანრიგზე, ანუ რაც უფრო მარჯვნივ მიდივარ, მით უფრო 10 ჯერ ვამცირებ. ანუ ყოველი 1-ით მარჯვნივ გადასვლა 10 ჯერ შემცირებას ნიშნავს. აი ასეული, მე ვუწევ ათეული, ანუ 10 ჯერ ნაკლები, მე ერთეული, მეათედი, მეასედი და მეათასედი. ანუ 10-ის -3 ხარისხი. ესე იგი 3-იანი არის 10-ის -3 ხარისხის თანრიგზე, ანუ 1 მეათასედების თანრიგზე. ეხლა ეს რიცხვი რომ გავშალო მე, ჩაიწერება ასე. ეს იქნება იგივე რაც 600 დამატებული 5 ათეული, ანუ 50, დამატებული შემდეგ 4 ერთეული, ანუ 4, შემდეგ დამატებული 2 მეათედი, აი ესე, ამას დამატებული 1 მეასედი, აი ესე, 1 მეასედი და ბოლოს დამატებული 3 მეათასედი, პლუს 3 მეათასედი. ან კიდევ შეგვიძლია ეს რიცხვი ესეც წარმოვადგინოთ უფრო სწორად. ანუ პასუხი გავეცეთ კითხავს უბრალოდ მინდა რომ რამდენიმეერად გაჩვენოთ ეს რიცხვი როგორ ჩაიწერება, თორემ ცალსახად 3-იანი არის მეათასედების თანრიგზე. ეს ჩანაწერი ესეც შეგვიძლია გავაკეთოთ ბარემ. ეს არის იგივე რაც 6 ჯერ 100, რაც წარმომიდგენს რომ აი 6 ცალი ასეული. ანუ რიცხვი როგორ არის აწყობილი. შემდეგ ამას პლუს 5 ცალი ათეული. შემდეგ ამას დამატებული 4 ცალი ერთეული. 4 ერთეული, 4 ჯერ 1. ამას დამატებული 2 გამრავლებული 1 მეათედზე, ანუ 2 ცალი მეათედი გვაქვს. ამას დამატებული 1 ცალი მეასედი, ამიტომ მოდი მაინც დავწერე 1 მეასედი, ესე. და ბოლოს დამატებული 3 ცალი მეათასედი, იმიტომ რომ 3-იანი არის მეათასედების თანრიგზე. აი ეს არის ჩვენი რიცხვი. და პასუხი არის რომ 3-იანი არის მეათასედების თანრიგზე.